და დღის სხვა ახალი ამბები ემზარკვიციანი საქართველოში დღეს არ ჩამოვა მიზეზად პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული საბუთებთან დაკავშირებულ პრობლემას ასახელებს. Facebook-ის საკუთარ გვერდზე ძებნილი კვიციანი წერს, რომ მოსკოვის აეროპორტში მებაჟეებმა უკან გააბრუნეს. ექს-მაღალჩინოსანი თბილისში ჩამოსვლას დამატებითი საბუთის აღების შემდეგ ხვალაპირებს. თუმცა საზღვრის გადმოკვეთისთანავე ემზარკვიციანს დაპატიმრება ემუქრება. სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ბრალდებულ ყოფილ რწმუნებულს 2006 წლიდან ეძებენ. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განაგრძობს ახლა საუბარს პირდაპირ ეთერში. ვასილ, რა ინფორმაციას ფლობ, რას ამბობენ ახლობლები, რა პრობლემა შეექმნა მოსკოვის აეროპორტში კვიციანს? მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში 1-2 საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ ემზარკვიციანი დღეს საქართველოში არ ჩამოვიდოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მის დასახვედრად, რამდენიმე ახლობელი მაინც შეიკრიბა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, საქმე დაკავშირებული იყო ტექნიკურ პრობლემასთან, კონკრეტულად კი გარკვეული დოკუმენტები არ იყო შესაბამისად დამოწმებული სასამართლოს მიერ, ამიტომ რუსმა მებაჟეებმა ემზარკვიციანს ქვეყნის ტერიტორიის დატოვების უფლება არ მისცეს. ემზარკვიციანის საქართველოს შესაძლო დაბრუნების შესახებ დღესვე კომენტარი კიდევ ერთხელ მთავარ პროკურატურაშიც გააკეთეს. ტექნიკური პრობლემა იყო, ანუ საბუთებთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა, რაღაც ბეჭედის ნაკლებობა იყო მის ერთ-ერთ დოკუმენტში და ეს მოგვარებადი არის ეს პრობლემა, როგორც ვიცი, ახლა აგვარებენ უკვე და როგორც კი მოგვარდება, არანაირი პრობლემა არ იქნება და ის ჩამოვა აუცილებლად უახლოესი რეისით. ემზარკვიციანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა ორ საქმეზე. მას შეფარდებული აქვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, გამოცხადების შემთხვევაში მოხდება მისი დაკავება. როგორც ემზარკვიციანის მეუღლემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს ტექნიკური პრობლემა მალევე მოგვარდება და არ არის გამორიცხული, რომ ემზარკვიციანმა ბილეთები გადაცვალოს და ის უკვე უახლოეს დღეებში ჩამოვიდეს თბილისში. შეგახსენებთ, რომ ემზარკვიციანი კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ 8 წელია სამშობლოში არ ყოფილა. მადლობთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.